მშვიდობის ტრანსლაციას მიხეილ მესხის ოლიმპიური ფესტივალის გახსნა ამ წუთებში იწყება. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ფესტივალის საძებნო გახსნას, რომელიც თუ რამდენიმე წამის წინ ლიტავრების ხმამ გვამცნო. თქვენ ხედავდით უბრალოდ დეკორაციულ თემში მიმობნეულ მედლებს და ეს ნიშნავს იმას, რომ საზეიმო ცერემონია უკვე დაიწყო. გახსნის ცერემონიის გუნდის მთავარი მიზანი ამ მოკლე დროში თეატრალიზირებული სანახაობით ევროპას საქართველოს ისტორია წარსული და დღევანდელობა აჩვენოს. ასე რომ ჩვენ ყველანი ერთად შემოგთავაზებთ აი ამ საოცარ სანახაობას, რომელსაც გვპირდებიან დღევანდელი შოუს ორგანიზატორები. თქვენ ხედავთ უკანა ხედავთ ლურჯი ქსოვილის ტალღური მოძრაობით შექმნილი ზღვის ტალღების იმიტაციას, რომელსაც 100 ადამიანი უზრუნველყოფს ამოთხის ყვავილებად ქცეულ სცენებზე. მოცეკვავეთა შორის ოქროსფერი თავარი ყვავილის, აი ხედავთ ეს ზღვის იმიტაცია გახლავთ. მე პერიოდულად გეტყვით თუ რა ხდება როგორც ყოველთვის აი ესეთ გახსნის ცერემონიალზე და შემდეგ უკვე უბრალოდ მივადევნოთ თვალყური ამ მართლაც საოცარ სანახაობას, რომელსაც გვპირდებიან ორგანიზატორები. სადადო გუნდის გადაწყვეტილებით საფუძველი ამისი გახლავთ არგონავტების მითი, რადგანაც ჩვენი ზოგადად ქართული კულტურის აღქმა მსოფლიოსათვის არგონავტებით იწყება. აი სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შექმნილი არგონავტების გემი. ნაკო გეტყვით რომ ეს არის დავით ევგენიძის ორიგინალური მუსიკა და თქვენ ხედავთ ირმა ნიორაძეს, მარინის თეატრის პრიმა ბალერინა, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოცეკვავე მეგა ვარსკვლავი, რომელიც სპეციალურად გახსნის ცერემონიისათვის ჩამოვიდა და სპეციალურად მან დადგა ეს სცენა. ამ ნაწილის ამ მუსიკალური შოუს კულმინაცია მედიასა და იასონის სასიყვარულო სცენა დავით ევგენიძის მუსიკა არის კიდევ ერთხელ გეტყვით
პრიმა ბალერინას მეგა ვარსკვლავ ირმანიორაძეს პარტნიორობას უწევს სუხიშვილების მოცეკვავე მერაბ ჭელიძე. მთლიანად როგორც ხედავთ ამ ქორეოგრაფიული დატკბის ავტორი გახლავთ ნათია ბუნტური. მე აქვე გეტყვით თქვენ დაინახეთ ალბათ ეს 12 ყვავილი რომელიც არის სტადიონზე. ეს არ არის შემთხვევით, ეს არის საქართველოს 12 რეგიონი და მე-13 ყველაზე დიდი სცენა თბილისის სიმბოლო გახლავთ. აი აქ ჩანს ხედავთ ოქროს საწმისი. თორედ ამ სიმბოლოთი გარდასახული უჩინარდება სცენიდან მედია, რათა ბოლოს სხვა სიმბოლოს სახით დაბრუნდეს. მე აქვე გეტყვით როგორც აი ამ ნაწილის მუსიკალური კომპოზიციის მთლიანად დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელია გოჩა კაბანაძე, რეჟისორი გოჩა კაბანაძე. საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური დასაწყისი აქვს თბილისი 2015-ის გახსნას. აქვე გეტყვით რომ ხატვარი გახლავთ თამარ ფოცხიშვილი. დრამერების შოუ ქართული ფოლკლორის ელემენტები, რომელსაც საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ერისიონთან არსებული ქართული რითმების ჯგუფი ვირტუოზულად ასრულებს. აქვე გეტყვით რომ დრამერების შოუთი ორგანიზატორები გვამზადებენ მასშტაბური სანახაობისათვის, რომელიც სიმბოლურად ქართულ სტუმართმოყვარეობას ასახავს. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტასაც და ქართულ ხასიათსაც, რასაც ასეთივე სიმბოლოდ ქცეული სათაური აქვს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. აქვე ხედავთ ეხა უბრალოდ ნახავთ ეკრანზე რომ სტადიონზე 64 ყვავილებისგან საქართველოს ყველა კუთხე მოემართება. აქ არის 280 მოცეკვავე საერთო ჯამში სხვადასხვა ანსამბლებიდან ლაშარი, საყრიონი, ვარძია, თუთარჩელა, კავკასიონი. ეს არის ჭაბუკა ამირანაშვილის ორიგინალური მუსიკაზე დადგმული გიორგი ჭანიშვილის ეს კომპოზიცია. აქვე ერთი აუცილებლად დასამატებელია რომ ყველა ეს ნომერი, რომელსაც ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ და თქვენ ნახავთ, ეს არის სპეციალურად ამ დღისათვის დადგმული. ფეერვერკი ძალიან ლამაზი, პირველი ფეერვერკი დღევანდელ საღამოს ასეთი სანახაობა კიდევ ბევრი იქნება. თქვენ ალბათ ახლა
ახლა კადრში ნახავთ სხვადასხვა რეგიონის ცეკვებს, ოსურს, აფხაზურს, აჭარულს, სვანურს, იმ დუეტებს სამოთხის ყვავილებზე და მის ირგვლივ მოცეკვავი. აი ხედავთ, ალბათ ძალიან სიმბოლურია სწორედ სოხუმის ამსახველი წარწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ბატონ პატრიკ ჰიგთან ერთად. ძალიან ბევრი სტუმარია დღეს საქართველოს ჩამოსული. ამ სანახაობას კი კომენტარი არ ჭირდება, უბრალოდ უნდა მივადევნოთ ხალხური. ოვაციებით ხდება სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი და მე ვფიქრობ მაყურებელს, ტელემაყურებელი ძალიან კმაყოფილია. ალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ეროვნული დროშა. საქართველოს ეროვნული დროშა. Ladies and gentlemen, the Georgian national flag. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ხედავთ 6 მოსამსახურე ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილ. შემოაქვთ საქართველოს სახელმწიფო დროშა ჭაბუკა ამირანაშვილის ახალი ნაწარმოების მარშის ფონზე. ალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მაშასე ახლა აღიმართება საქართველოს ეროვნული დროშა და თქვენ მოისმენთ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს, რომელსაც შეასრულებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ბავშვთა ანსამბლ ძლევართან ერთად.
მაშასე თქვენ მოისმინეთ საქართველოს ეროვნული ჰიმნი პაატა ბურჭულაძისა და ბავშვთა ანსამბლ ლევარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რუსთავის სოლისტების არიელ და კახაონაშვილების ხელმძღვანელობით. ეს კი თქვენს ეკრანზე უკვე ოლიმპიური ჟირაფის ესტაფეტა ალექსი ახვლედიანი საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ეს თბილისში ჩამოტანის კადრებია, როდესაც ქალაქის მერ ბატონ დავით არმანიას გადასცა ბატონმა ალექსიმ ცეცხლის შემდეგ ნიკუშა შენგელაია მხატვარი და ესე დაიწყო ცეცხლი მოგზაურობა თბილისში ანატოლი ბოისა შემდეგი მეჩირაღდნენ აი ესე ეფექტურად მიმდინარეობდა რამდენიმე დღის წინ აი ეს ცერემონიალი მანამდე კი წინ იყო ძალიან დიდი მოგზაურობა დავით ერაძე ჩვენი კოლეგა რუსთავი 2 ჟურნალისტი ხედავთ მას თქვენს ეკრანზე ავთანდილ ჭრიკიშვილი თქვენს ეკრანზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი რუსუდან ხოფერია მსოფლიო ჩემპიონი ბატუტზე ხტომაში დავით კაცარავა სპორტსმენი ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი ვეტერანი სპორტული კომენტატორი რომელმაც ცეცხლი გადააბარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს ელი ამ ხნის განმავლობაში რაც საქართველოში მოძრაობდა თბილისში იგივე ძალიან დიდი იყო მუშაობა ამის მთელი ყველაფერია გადაღებული ყველაფერია ისტორიაში შემორჩენილი ვანიჩკა ანდიაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში იღებდა ამ ყველაფერს ლევან ჯორბენაძე ჩვენი ცნობილი ფოტოკორესპონდენტი სანდრო კოტორაშვილი აღბეჭდავდა ფირზე თითოეულ მოძრაობას ცეცხლისა მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც ეს ცეცხლი 26 მაისს საბერძნეთიდან საქართველოში პირველად ბათუმში შემოვიდა და შემდეგ უკვე საქართველოს 70 ქალაქი და რეგიონი მოიარა და ბოლო ეს კულმინაციას ხედავ თუ რა ხდებოდა თბილისში ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპეციალურად მოწყობილ სცენაზე თავისუფლების მოედანზე მორედ მან აიტანა ცეცხლი და გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რომელმაც აანდო ცეცხლი ოლიმპიური ცეცხლი თბილისში რომელსაც მალე სწორედ აქ ამ სტადიონზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემოიტანენ ოლიმპიური ცეცხლის ისტორიაზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრებთ და ბევრჯერ გვექნება ალბათ ამაზე საუბარი მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც პირველი არხის ეთერში მეგეთქვით რომ თქვენ იხილავთ სპორტულ შეჯიბრებებს ეს კი ბრუნდებით უკვე ხედავთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შვენიერ ხედს ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიელ ათლეტებს მაშასე ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიელი ათლეტები გამოლენ ახლა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 50 ქვეყნის კიდევ ერთხელ ვიმეორებ 4000-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა უკვე თბილისში ისინი მიიღებენ მონაწილეობას და მე ვსაუბრობდი იმაზე რომ ჩვენ შემოგთავაზებთ პირდაპირ რეპორტაჟებს სპორტის სხვადასხვა სახეობების იქნება ძირითადი რეპორტაჟები სპორტის 5 სახეობის და რა თქმა უნდა იმ შეჯიბრებებიდან რომელიც პირდაპირ ეთერში არ იქნებოდა ხოლმე შეეგებოთ პირველი საბერძნეთი რა თქმა უნდა საბერძნეთი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა ყოველთვის ეს ტრადიცია რომელიც არასდროს არ დაირღვევა საბერძნეთი არის პირველი და ბოლო რა თქმა უნდა მასპინძელი ქვეყანა ძიუდოისტი დმიტრიოს ცუმიტასი მოუძღვის საბერძნეთის დელეგაციას სულ 63 სპორტსმენია ბერძენთა დელეგაციაში ყველა ათლეტს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს ტრიბუნებზე ალბანეთი მხოლოდ 6 კაციანი დელეგაციით არის ჩამოსული დროშა ქვეყნის ეროვნული დროშა მოაქვს ძიუდოისტია დოლომაჯაი და ჯეტი რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა არ არის მასშტაბებით წარმოდგენილი როგორც
იგივე საქართველოს დელეგაცია. ეს ახალგაზრდული ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი ამ სპორტსმენებისათვის. აი ესეთ მაღალი დონის ფესტივალებზე მონაწილეობა. ჩვენ გვექნება საშუალება მთელი კვირის განმავლობაში დეტალურად ვისაუბროთ თუნდაც თბილისში ჩამოსულ სპორტსმენებზე და ზოგადად ამ თამაშების ისტორიის შესახებ. ანდორა ასევე ექსტაციანი დელეგაციით და მედროშე გახლავთ მოცურავე რიკარდ მარტინეს ლეა. ლათინური ამბანის მიხედვით გამოდიან გუნდები, დელეგაციები, რა თქმა უნდა. გამოჩნდა უკვე შემდეგი არის ჯერჯერობით ანდორის დელეგაციას ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. ანდორა დელეგაცია. Andorra, the delegation of 6 Andorran athletes led by flag bearer swimmer Lea Martinez Ricard. გედავთ ძალიან კარგი კადრი გამოჩნდნენ რიგში მდგომი ქვეყნებით. სპორტსმენები აი ესეთ ღონისძიებაზე ყოველთვის ამაღლებული განწყობა არის. ყველა სპორტსმენისათვის, როდესაც ისინი გახსნის ცერემონიალზე გამოდიან. სომხეთი შემდეგი დელეგაცია, ჩვენი მეზობლები 36 კაციანი დელეგაციით არიან წარმოდგენილი. რაც შეეხება მედროშეს, ისიც ძიუდოისტი გახლავთ რობერტ იზაკოსიანი. ედათ სომეხთა დელეგაციას ავსტრია შემდეგი დელეგაცია. გუნდი 67 სპორტსმენი ამ დელეგაციაში. ასევე ძიუდოისტი მოუწება მათ მათიას სიზეკი. ერთხელ ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანი ამ სპორტსმენებისთვის აი ასეთ მაღალი დონის შეჯიბრში მონაწილეობა. ჩვენ შემდეგ უკვე როდესაც უშუალოდ სპორტის სახეობებზე ვისაუბრებთ, მაშინ ალბათ უფრო უპრიანი იქნება იმის თქმა თუ რამდენი ძალიან ცნობილი სპორტსმენი გამოსულა აი ესეთი მაღალი დონის შეჯიბრზე. სწორედ აქ ასეთ თამაშებზე დაუწყიათ მათ თავისი ბრწყინვალე სპორტული კარიერა, მათ შორის არიან რა თქმა უნდა ქართველი სპორტსმენებიც და ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. შემდეგი დელეგაცია, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გამოჩნდა, აზერბაიჯანის დელეგაცია გახლავთ 54 სპორტსმენი გახლავთ და ძიუდოისტი მათი მედროშე ისმაილ იბრაჰიმოვი გახლავთ. მათი მედროშე ძალიან ბევრი დელეგაციის რიგებში არიან მაღალი რანგის სტუმრები და ვეხედავთ ჩვენს კადრებში მათ. ისინიც რა თქმა უნდა დაესწრებიან შეჯიბრებებს, ისინი იქნებიან თავიანთი დელეგაციის ალბათ პირველი გულშემატკივრები. დღეს გუშინ ალბათ თბილისის ქუჩებში ძალიან ბევრი ადამიანი შეამჩნევდა უბრალოდ ტურისტებს, რომლებიც ჩამოსულნი არიან ამ თამაშებზე დასასწრებად. ისინი თავისი ქვეყნის სპორტსმენებს უქომაგებენ, გაცილებით დიდი ქომაგობა უნდა კონდეთ რა თქმა უნდა ჩვენ სპორტსმენებს და მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება. ბელორუსი 89 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, ასევე ძიუდოისტია მათი მედროშე იულიანა მინენკოვა. ხედავთ ბელორუსებს, რომლებიც გამოვიდნენ და განსხვავებული ალბათ თუ ადევნებთ თვალყურს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ესეთი დიდ შეჯიბრებებს არ გამოდიან და წრეზე არ მიდიან სპორტსმენები, პირდაპირ შუიდან გადმოკვეთენ, არგოდან გამოდიან და შუიდან გადმოკვეთენ ხაზს და შემდეგ უკვე თავიანთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე მოთავსდებიან ეს სპორტსმენები. ასე რომ სარიელი ადგილი დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ის ადგილი, რომელიც გულშემატკივართათვის განკუთვნილი ნამდვილად არ იქნება. ბელგია ჯერჯერობით ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია, რომელიც გამოჩნდა კადრში 113 სპორტსმენით არის ბელგია წარმოდგენილი ამ თამაშებზე. ფრენბურთელი შარლოტ კოპინი არის მათი მედროშე. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ახალგაზრდული ფესტივალი რიგით მე-13-ია. არა აქვს დიდი ისტორია ახალგაზრდულ ფესტივალს. 1991 წელს ჩაეყარა საფუძველი აი ამ ძალიან ლამაზ ღონისძიებას, სადაც მომავალი ვარსკვლავები გამოდიან. შემდეგი
დელეგაცია ბოსნია-ჰერცეგოვინა 34 სპორტსმენი რაც შეეხება მათ მედროშეს ის ზანან მუსა გახლავთ კალათბურთელი 9 სახეობა შედის ოლიმპიურ ფესტივალზე როგორც მოგეხსენებათ მე ჩამოგითვლი ძიუდო ჩოგბურთი სპორტული ტანვარჯიში ველოსპორტი მძლეოსნობა ცურვა ფრენბურთი ხელბურთი კალათბურთი რა თქმა უნდა იასპარეზებენ როგორც ვაჟები ასევე გოგონები ბულგარეთი შემდეგი დელეგაცია 64 სპორტსმენი ფრენბურთელი რადოსლავ არაპუნოვი მათი მედროშე საკმაოდ ტანმაღალი ახალგაზრდა სპორტსმენი ზოგიერთ სახეობაში 13-დან 18-მდე ზოგიერთში კი 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ასპარეზობენ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე ასე რომ შეიძლება ჩვენ მთელი აი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ვიხილოთ არაერთი კარგი სპორტსმენი რომელიც სამომავლოდ თავს აუცილებლად შეგვახსენებს უფრო დიდი წარმატებების მიღწევის შემდეგ თუმცა ამაზე მოგვიანებით ჩვენი რეპორტაჟების შესახებ რომელზეც მე უკვე ვისაუბრე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში და იცით ალბათ და პერიოდულად ჯობს რომ ვისაუბროთ ამაზეც ძალიან ბევრი სპორტული ბაზა აშენდა სპეციალურად ამ თამაშებისათვის ახლა კი თქვენ ხორვატიის დელეგაციას ხედავთ 51 სპორტსმენი გახლავთ მათ დელეგაციაში ძლეოსანი შუბის მსროლელი მარტულ ზემუკია ხორვატთა დელეგაციის მედროშე ძალიან ბევრი ახალი ობიექტია მარტო ახალი თბილისის გახსენებადის ალბათ სადაც ერთდროულად 4 სპორტული ობიექტი არის თავმოყრილი დიღმის ტერიტორიაზე საოცარი რამ გახლავთ ძალიან ბევრი ახალი სპორტული ბაზა რომელიც თქმა უნდა ამ თამაშების შემდეგ თავიდან ბოლომდე გადაცემული იქნება ქართველი სპორტსმენების განკარგულებაში კვიპროსის შემდეგი დელეგაცია 21 სპორტსმენი ძიუდოისტი ვასილიკი კოური მათი მედროშე ჩეხეთის რესპუბლიკა 133 კაციანი დელეგაცია The Czech Republic The delegation of 133 ჩეხეთის რესპუბლიკა 133 სპორტსმენი Amali Svabikova ძლეოსანი ამალი სვაბიკოვა ხედავთ ჩეხეთის დელეგაცია 133 სპორტსმენია საკმაოდ დიდი დელეგაცია გახლავთ ჩეხების დანია შემდეგი დელეგაცია 56 სპორტსმენი ველო ბრბოლელი led by flag bearer cyclist Emma Cecil Norsgaard Jorgensen. Emma Cecil Norsgaard Jorgensen. აი ეს სრული სახელი და გვარი იმ სპორტსმენის, აი ძალიან ბედნიერები არიან დანიელი სპორტსმენები. ღიმილით შემოდიან ისინი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ესტონეთი 48 კაციანი დელეგაცია 48 სპორტსმენია ესტონელი ესტონეთის დელეგაციაში რაც შეეხება მედროშე ძიუდოისტი გახლავთ ასლან კუმი
საფრანგეთი 87 კაციანი დელეგაცია. მალე ვნახავთ მათ კადრში ვხედავთ კიდეც ფინეთის დელეგაცია 87 led by flag bearer judoist Emilia Canerva. ჯუდოისტი ემილია კანერვა გახლავთ მათი მედროშე. საკმაოდ სოლიდურია ფინელთა წარმომადგენლობაც 87 სპორტსმენი. ყველა სპორტსმენი როგორც მოგეხსენებათ განლაგებულნი არიან ოლიმპიურ სოფელში, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენდა. ალბათ თქვენ ისმენთ კიდეც იმ შეფასებებს. ჩინურმა კომპანიამ ჰუალინ ჯგუფმა განახორციელა ეს სამუშაოები 50000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული ოლიმპიური სოფელი, მართლაც ძალიან ლამაზია, 4000-მდე ადამიანი არის ოლიმპიურ სოფელში დღესდღეობით განთავსებული და ყველა დარწმუნებულია და ასეც არის, რომ ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლებენ მათ. თბილისი 2015-ის ოლიმპიურ სოფელში. საფრანგეთი 128 სპორტსმენი არის მათ დელეგაციაში, რაც შეეხება მედროშეს, ეს არის ტანმოვარჯიშე ბაპტისტ მიეტე. საფრანგეთის დელეგაცია ყოველთვის არის ნებისმიერ თამაშებზე, ალბათ გავსი იქნება ეს ახალგაზრდული თუ დიდების, ყოველთვის ფავორიტად ითვლებიან ფრანგი სპორტსმენები და ალბათ თბილისი 2015-ში ისინი ეცდებიან მოიპოვონ მედლები. ყველა რა თქმა უნდა სწორედ მედლების მოსაპოვებლად არის ჩამოსული შვენიერი ხედები ჩვენი დედაქალაქის და ეს დღეს ამ წუთისათვის ეს გამორჩეულად მოჩანს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სადაც იმართება კიდეც გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. მხოლოდ 7 სპორტსმენით არის წარმოდგენილი მაკედონია და ჯუდოისტი გახლავთ მათი მედროშე ბერნა შერიფოვსკა. Judoist Berna Sherifovska. ედავთ მაკედონიელებს. გერმანია. გასილებით უფრო დიდი შემადგენლობით ყოფი დელეგაცია გერმანია 147 სპორტსმენი მოცურავე იოჰანეს ჰინცე მათი მედროშე ხედავთ გერმანელ ახალგაზრდა ატლეტებს მუდმივი ფავორიტი ნებისმიერ თამაშებზე ოთი ძალიან ძლიერნი არიან გერმანელი ატლეტები ესენი უმცროსი ასაკის არიან უფრო დიდი სპორტსმენები, რომლებიც გამოდიან, ისინიც ყოველთვის იღებენ გახსნის ცერემონიალზე და სამახსოვრო სურათებს. იმილი კარგ განწყობაზე გამოდიან ყოველთვის სპორტსმენები და გამონაკლისი არც ამჯერად არ არის. გერმანიის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია ყოველთვის არ მონაწილეობს ყველა სპორტსმენი, რა თქმა უნდა. გახსნის ცერემონიალზე ყოველთვის არის ხოლმე ზოგიერთ სპორტსმენს ებოდნა გვიან ჩამოვიდეს, არ ვიცი ამ შემთხვევაში როგორ არის, მაგრამ საკმაოდ ბევრი კი არიან გერმანელები, როგორც ხედავთ. დიდი ბრიტანეთი 66 სპორტსმენი. ასევე ჯუდოისტია მათი მედროშე უესლი გრინდიჯი. გრინიჯი პროსტორა. Judoist Wesley Greenwich. ხედავთ მედროშეს. ნამდვილად ვერ იტყვი მასზე 15, 16, 17 წლისას. საკმაოდ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი სპორტსმენი მოუძღვება. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას აი სწორედ მას ხედავთ დღეს ჩვენს ეკრანზე. მოხალისეები როგორც ხედავთ ასევე ცოცხალ ჯაჭვით განან მოაცილებენ დელეგაციების წარმომადგენლებს სპორტსმენებს მოხალისეები რომლებიც უნგრეთი ალბათ ერთ-ერთი 11 კაციანი დელეგაცია მნიშვნელოვანი Hungary the delegation delegation of 111 Hungarians led by უნგრეთი Aportot 111 სპორტსმენი მათ დელეგაციაში ჯუდოისტი აპორტოტი მედროშე როგორც ხედავთ ახლა საერთო ჯამში ჯერ რა თქმა უნდა ყველა დელეგაცია არ გამოსვლა და თითქმის ნახევარია ჯერჯერობით გამოსული 21 დელეგაცია გახლავთ უნგრეთის დელეგაცია მაგრამ ძალიან ბევრი დელეგაციის მედროშე სწორედ ჯუდოისტი გახლავთ
ძიუდოს შეჯიბრებები იქნება ჩვენს ეთერში. მე აქვე მინდა მაყურებელს უთხრა ძიუდოს გუნდში ვაჟებში რა თქმა უნდა ყველა წონის კატეგორიაში იქნებიან ჩვენი სპორტსმენები და მათ შორის იასპარეზებენ გოგონები ძიუდოისტები რომელთა იმედი ყველა რა თქმა უნდა გვაქვს და წინა თამაშებზე გავიხსენებთ მე უკვე რეპორტაჟების დროს გეტყვით იმ მრავალრიცხოვან წარმატებებს რაც ჩვენ ძიუდოისტებს ჰქონდათ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალებში. ისლანდია 28 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ხატრული უკეთრავად სპორტული ტანმოვარდიშე ნანა გუდმუნდსტოტირი. მათი მედროშე. ირლანდია შემდეგი ქვეყანა 53 სპორტსმენია მათ დელეგაციაში. ასევე ძიუდოისტი მაქსიმ ტრიბგუბი. ცირე თათბირი ქონდა დელეგაციის ხელმძღვანელებს და ძალიან ბევრი ძიუდოისტი არის მათი მედროშე. ეს ერთგვარად აღნიშნავს კიდეც იმას, რომ ძიუდო მედროშეებს ყოველთვის ირჩევენ დელეგაციის წარმომადგენლები, კარგ სპორტსმენებს არჩევენ ამისთვის და ასე რომ ძალიან ბევრი კარგი ძიუდოისტია, როგორც ჩანს თბილისში 2015 მონაწილე და ძალიან საინტერესო იქნება ამ სპორტის სახეობის სფერა. ისრაელი 45 სპორტსმენი დელეგაციაში, ასევე ძიუდოისტი რაზ ჰერშკო. იტალია შემდეგი დელეგაცია რომელსაც ნიუ-ზღვის ტანმოვარდიშე მარტინა მაჯიო საერთო ჯამში 145 სპორტსმენით არის იტალია წარმოდგენილი. ხედავთ ბევრი არიან იტალიელები კიდევ ერთხელ გეტყვით 145 სპორტსმენით არის იტალია წარმოდგენილი ამ ფესტივალზე. Kosovo აღიარა ევროპის სოფლის ოლიმპიურმა კომიტეტმა და 40 სპორტსმენით არის კოსოვო წარმოდგენილი ფესტივალზე. მოცურავე ადემ ჰაშიმეჰმეტი არის მათი მედროშე. ოცდამეექვსია კოსოვოს დელეგაცია რიგით და უკვე ასე ვთქვათ გადააბიჯა ქვეყნების რაოდენობა ჰორიზონტს, რომ ერთით ნაკლები დარჩნენ გამოსასვლელები, რაც უკვე გამოვიდა. ლატვიას 2 სპორტსმენია მათ დელეგაციაში, წალადბურთელი ბოგდანს რაილანსი მათი მედროშე. ხედავ ძალიან ბევრი ქვეყანა საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი. არ არის ალბათ გასაკვირი, რომ ყველაზე დიდი დელეგაცია რა თქმა უნდა მასპინძლების იქნება. ლატვიელები არიან, ხედავთ თქვენს ეკრანზე. ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებიც სპორტის რამდენიმე სახეობაში ასპარეზებენ. ნახოთ უკვე დახურვის ცერემონიალზე რამდენად წარმატებული იქნება მათი გამოსვლა. ნელ-ნელა დროშები ხედავთ სად თავსდება ეროვნული დროშები, რომელთა მედროშეების შემდეგ ეცელოდ გამოყოფილ ვოლონტერებს აბარებენ და მათია სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშები. ლიხტენშტეინი მხოლოდ 10 სპორტსმენით არის თბილისი 2015-ზე წარმოდგენილი. მოცურავე გახლავთ მედროშე პატრიკ ვეტჩი.
ლიტვა 69 კაციანი დელეგაცია 69 სპორტსმენი The delegation of 69 Lithuanian Agne Yonkute Leosani gaklat medroshe Agne Yonkute რა თქმა უნდა თითქმის ყველა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები არიან და ჩვენთვის ხედავთ გაწეული ნაწილი ამ დელეგაციის წარმომადგენლები და ყველა თავის ქვეყანას გამოჩენისთანავე ემოციურად ესალმებიან ლუქსემბურგი დახლავდა ეს დელეგაცია რომლებიც გამოდიან 23 სპორტსმენია მათ დელეგაციაში ძიუდოისტი ასევე კილიან პიროტონი მათი მედროშე მე საუბრობდი აი იმ ბაზებზე, იმ სტადიონებზე, რომლებიც არის უკვე ექსპლუატაციაში, რა თქმა უნდა, თქვი ოლიმპიურ სოფელზე, რომელიც საკმაოდ კარგად შეფასდა სტუმრების მიერ, განსაკუთრებით პატრიკ ჰიკი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ფესტივალი იყო აღთოვანებული, მან ძალიან მაღალი შეფასება მისცა. აშენდა სპორტის ახალი სასახლე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალის შეჯიბრებებისათვის განყოფილია ხელბურთისათვის ეს სპორტსმენი მალტის დელეგაცია. მგონი ერთადერთი სპორტსმენიც არის, აი ხედავს არა სპორტსმენიც არ არის ეს ვოლონტიორს მოაქვს დროშა. მოლდოვის რესპუბლიკა 28 კაციანი დელეგაცია მოლდოვა შემდეგი დელეგაცია შემდეგი ქვეყანა რომელიც გამოდის სტადიონზე 28 სპორტსმენი ძიუდოისტი ვადიმ რუდი მე კი გეტყვით რომ თქვი ოლიმპიურ სოფელზე სპორტის ახალი სასახლე მზიურის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტის ჩოგბურთის კორტები 9 ღია და 2 დახურული ხარდის საფარი არის ის ჩოგბურთი იცის მიხდება რაზეც საუბრობთ ძალიან კარგი კორტები და ნახოთ როგორ წარიმარდება ეს შეჯიბრი და შემდგომში ეს ბაზა გამოყენებული იქნება ჩოგბურთელთათვის მანამდე კი მონაკოს დელეგაცია შევეგებოთ 10 სპორტსმენით არის ეს პატარა სამეფო წარმოდგენილი მოცურავე კლაუდია ვერდიხო გახლავთ მათი მედროშე ფრენბურთის არენა ასევე აღსანიშნავია ამ არენაში 2 დარბაზია განთავსებული ორივე დაახლოებით 1800 მაყურებელს იტევს ასევე არის საწურავო აუზი 3000 ადამიანზე განყოფილი ლეოსტობის ახალი არენა იგივე რაოდენობას არის და ზერომ მე ტატიანა ბრნოვიჩ თვითონ ნახავთ ამ ყველაფერს ვისაც ჯერ არ უნახავს დარწმუნდება რომ ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული ამ შეჯიბრებისათვის, რასაც თბილისი 2015 ევროპის მე-13 ახალგაზრდული ფესტივალი ქვია. მონტენეგრო 24 სპორტსმენი. ხელბურთელი ტატიანა ბრნოვიჩია მონტენეგროსთან. მედროშე სწორედ მათ შედავს ეს შემდეგი დელეგაცია კი ჰოლანდია გახლავთ 73 სიმეონ კატერინა. არც არის გასაკვირი ჰოლანდიელთა მედროშე რომ ძიუდოისტი გახლავთ სიმეონ კატერინა. ჰოლანდიას საკმაოდ კარგი ძიუდო სკოლა და ნახოთ როგორი ასპარეზობენ მათი ძიუდოისტები ახალგაზრდულ ფესტივალზე. ნორვეგია შემდეგი დელეგაცია 86 სპორტსმენით არის ნორვეგია წარმოდგენილი მეტროში გახლავთ ანოვარდიში ინგრიდ ბენედიქტ ფონ ჰაფენბრაული მერად ახალგაზრდა ნორვეგიელ სპორტსმენებს ეს არის ყოველ საინტერესო მართლა ხიარულად გამოდიან სპორტსმენები რაღაც ამაღლებებელი და ამაღლებული განწყობაა ყოველთვის მათ ზოგიერთი მათგანისათვის ეს არის ყველაზე დიდი შეჯიბრი რასაც დაშიც აქამდე უასპარეზია და ამასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა პოლონეთი 121 სპორტსმენით არიან პოლონელები წარმოდგენილი ანჯელიკა მოზნიაკი ლეოსანი გახლავთ მათი მედროშა ეს პოლონელი სპორტსმენები ახალგაზრდები ჩვენს ეკრანზე 21 სპორტსმენი საკმაოდ სოლიდური დელეგაცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არა ყველაზე რა თქმა უნდა
აი სამახსოვრო ფოტოები, სამახსოვრო ვიდეოები, მათ დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე, რომელი გახდება, ვინ გახდება ამ სპორტსმენებიდან დიდი სპორტსმენი, ჯერ ამაზე ადრეა საუბარი. თუმცა პერსპექტივა ყველას აქვს. სადაც სპორტსმენი აღწევს აი ამ დონემდე, რასაც ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი ქვია და თავის ასაკში ევროპის საუკეთესო სპორტსმენებთან ერთად გამოდის, ეს უკვე ბევრს ნიშნავს, გაცი ბევრი რამ სწორედ მათია დამოკიდებული. სპორტია, ცოტა იმბოლზეც არის ბევრი რამ ალბათ. პორტუგალიელი არიან ჩვენს ეკრანზე, პორტუგალიის დელეგაციაში 35 სპორტსმენია. ჯუდოისტი ფრანსისკო მენდეში საერთო ჯამში სწორედ ის არის მედროშე და საერთო ჯამში გითხარით რომ 35 სპორტსმენია პორტუგალიიდან ჩამოსული. დროშის სფერებში ტრადიციულად არის ჩაცმული პორტუგალიელი, რუმინეთი 94 სპორტსმენი. იულიანა გეორგიანა ანიტელი, ლეოსანი ასევე Georgiana Luliana Anitei. ნელა თითქმის დარჩენილი არიან, მაგრამ გამოდიან დელეგაციათა დიდი ნაწილი უკვე გამოდიან სპორტსმენები. ბევრი აღარ დარჩა მათ გამოსვლამდე, ნახავთ ჩვენ რა თქმა უნდა ყველა დელეგაციის გამოსვლას. რუსეთის ფედერაცია 180-კაციანი დელეგაცია 82 სპორტსმენი ჩვენი დელეგაციის შემდეგ ყველაზე მრავალი დელეგაცია. ანგელინა ლაზარენკო ფრენბურთელი არის მათი მედროშე. ამოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. San Marino. San Marino. The delegation of 9 San Marinese athletes led by flag bearer tennis player Tommaso Simoncini. Serbia, the delegation of 93 Serbian athletes led by flag bearer, volleyball player Katarina Lazovic. Serbeti 93 სპორტსმენია მათ დელეგაციაში, ფრენბურთელი კატარინა ლაზოვიჩი გახლავთ მედროშე. ყოველთვის ასევე ძალიან კარგი დელეგაცია და კარგი სპორტსმენებით არიან წარმოდგენილი სერბეთი. ყველა შეჯიბრდა ძალიან კარგი მძლეოსნები სპორტის გუნდსახეობებში. ყოველთვის წარმატებული ქვეყანა, რომ ველოდოთ მათგანაც წარმატებული. სლოვაკეთი 44 სპორტსმენი. მიროსლავ კოპისი ჯუდოისტი გახლავთ მათი მედროშე. Led by flag bearer judoist Miroslav Kopis. Slovenia 84 სპორტსმენი. Slovenia,
Medroshe, Maya Bedrachi, Leosan. Led by flag bearer athlete Maya Bedrachi. რამდენიმე დელეგაციაა დარჩა გამოსასვლელი. სლოვენიელები ასრულებენ თავის გამოსვლას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ისინი უმალე განთავსდებიან თავის ადგილზე. სტადიონზე კი გამოჩნდა უკვე ესპანეთის დელეგაცია 86 სპორტსმენით. მიგიას კარლოტა მოლინა გახლავთ. მათი კარლოტა მოლინა. ხედავთ ახალგაზრდა ესპანელებს. შვედეთი შემდეგი ქვეყანა 53 სპორტსმენია მათ დელეგაციაში. კიმ ვანსტრომი განმოვარჯიშე გახლავთ მათი მედროშე. 4 ქვეყანა გადარჩა გამოსასვლელი. მათ შორის რა თქმა უნდა წინასწარ მინდა შეგამზადოთ მასპინძელთა დელეგაცია. ყველაზე ხალხმრავალი დელეგაცია ასეც უნდა იყოს ყოველთვის. მასპინძლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი ყველაზე მეტი სპორტსმენი და მათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე მეტი ამბიცია იმის რომ საუკეთესოთა შორის იყვნენ. საკუთარი კედლები ყოველთვის ეხმარება სპორტსმენს, მაგრამ საკუთარი 99 კაციანი დელეგაცია შრომა და ნიჭი პირველ ადგილზე შემდეგ არის. საკუთარი და შინაური კედლები. შვეიცარია 99 სპორტსმენია, მათ შორის ხელბურთელი გახლავთ ფილიპ ნოვაკი, მათი მედროშე. ნელ-ნელა გულშემატკივარით ჩვენც ვემზადებით ჩვენი დელეგაციის დასახვედრად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და მანამდე ჯერ კიდევ ორი დელეგაცია თურქეთი გახმოვთ ამბეჭდავი 153 კაციანი დელეგაცია თურქი მოცურავე მათი მედროშე ხედავთ არა ერთი პროგრამ ძალიან ბევრი თურქეთის დროშა სპორტსმენების ხელს ამასაც გამოდიან თურქები. დიდი სიამოვნებით შევეგებოთ უკრაინის ოვაციებით ხდება გულშემატკივარი უკრაინის დელეგაცია 67 სპორტსმენია მათ დელეგაციაში ედუარდ ერმაკოვი განმოვარჯიშე გახლავთ უკრაინელთა დელეგაციის მედროშე გამოდიან უკრაინელები როგორც ხედავთ გულშემატკივარი საკმაოდ დიდი ოვაციით შეხვდა უკრაინის დელეგაციას უამრავი უკრაინის დროშა სპორტსმენების ხელს და ყველანი ემზადებიან ეხლა გულშემატკივრებით, ტელემაყურებლებით.
ქალბატონებო და ბატონებო, როგორც ადგილობრივი დიქტორია ცხადებს, საქართველო! ლაშა დუდაშვილი ძიუჯოისტი. ჩვენი მედროშე. ფეხზე წამოდგა. ყველა გულშემატკივარი, ყველა სტუმარი, რომელიც დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფება, ლაშა დუდაშვილია ჩვენი დელეგაციის მედროშე, ხედავთ საქართველოს დელეგაციის 193 ქართველი ახალგაზრდა იასპარეზებს, 193 ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი დაიცავს საქართველოს სახელს ევროპის მე-13 ოლიმპიურ ფესტივალზე. ეს ახალგაზრდები არიან ისინი, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს სახელს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიესალმება ქართველ სპორტსმენებს, გულშემატკივარებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხედავთ ის კიდეც თქვენს ეკრანზე წამოდგა ფეხზე და უაცით ხდება საქართველოს დელეგაციას ქართველი სპორტსმენები, ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები იკავებენ თავის კუთვნილ ადგილს და მორიგი ფეერვერკი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ახალგაზრდა ათლეტი სრული შემადგენლობა იმ სპორტსმენებისა 50 ქვეყანა 4000-მდე ათლეტი, აი ისინი არიან დღეს ჩვენ სტადიონზე. მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს. შევეგებოთ მართლაც აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრების მონაწილეებს და გამოჩნდნენ აი ვოლონტიორები. ის მოხალისეები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იქნებიან სპორტსმენებთან ერთად, გულშემატკივრებთან ერთად და რომელთაც წვლილი ძალიან დიდი იქნება იმაში, თუ როგორ ჩატარდება ევროპის მე-13 ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ. ხედავთ ნელ-ნელა შეივსო ის კუთვნილი ადგილები, რომლებიც ცარიელი მოჩანდა. ჯერჯერობით და სპორტსმენები არ გამოვიდნენ მოედანზე. 50 ქვეყნის ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ათლეტი სწორედ აქ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ შეეგებოთ თბილისი 2015-ის ევროპის ზაფხულის მე-13 ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. მაშასე, როგორც დაიგეთ, ხოთ. შევეგებოთ საერთაშორისო ოლიმპიური ფესტივალის ხელმძღვანელს ბატონ ალექსი ახვლედიანს. Tbilisi 2015 Alexei Akhvelediani. Welcome, Mr. President, European Olympic Committee, Prime Minister, their guests, their athletes, ladies and gentlemen, ბატონო პატრიკ, დიდი მადლობა თქვენ. მინდა გადაგიხადოთ, რომ თქვენ და თქვენი ხელმძღვანელობით მოგვეცა საშუალება და უფლება თბილისს ემასპინძლა ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. რამდენიმე წუთში ოლიმპიური ფესტივალი ჩვენს საყვარელ ქალაქში, თბილისში ოფიციალურად აიღებს სტარტს. ჩვენი დედაქალაქი პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის მოვლენას. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი სპორტული დღესასწაულია. პირველად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ისტორიაში სწორედ თბილისში 5-დღიანი თამაშების ნაცვლად იმართება 6-დღიანი თამაშები. ძალიან ღელავ და სიხარულთან ერთად გზნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც გააჩნია მსგავს თამაშებს. საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან ბევრი იშრომა და ვართ ამაყები, რომ ჩვენ ეს შევძელით.
ჩვენ ოცნება ვაქციეთ რეალობად. ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. 11 სპორტული არენიდან 7 სპორტული არენა სწორედ ამ ფესტივალისთვის აშენდა. ოლიმპიური სოფელი კი სწორედ თქვენთვის აშენდა, ძვირფასო სპორტსმენებო. თქვენ გამორჩეულები ხართ. თქვენმა სიყვარულმა და თავდადებამ სპორტის მიმართ განაპირობა ის, რომ თქვენ აქ ხართ. ეს თქვენი ზეიმია, თქვენი მონაწილეობა უკვე ისტორიაა მომავალი თაობისთვის, ხოლო თქვენთვის კი დიდი ნაბიჯია მომავლისკენ. მე მინდა მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ბატონ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ ლერი ხაბელოვს, ქალაქ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. იმ ხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად გრძნობდით. მინდა მადლობა გადაუხადო თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის გუნდის წევრებს, აი ამ დაუღალავი შრომისათვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოხალისეებს. უანგარო თავდადებისათვის. დღეს მთელი საქართველოს ზეიმობს ამ დიდ სპორტულ დღესასწაულს. ეს ისტორიული მოვლენაა, ხოლო თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ამ ისტორიული მოვლენის ნაწილია, რომელიც აი ახლა, სწორედ აი აქ, ჩვენ თვალწინ იწერება. გილოცავთ, დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ალექსი ახვლედიანი მიესალმა თქვენ წინაშეა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი პატრიკ ჰიკი. Ladies and gentlemen, please welcome President of European Olympic Committees, Patrick Hickey. Dear boys and girls, welcome to Tbilisi and the Სვიფასო გოგონებო და ბიჭებო, 2015 Summer მოგესალმებით თბილისში, European ევროპის Youth Olympic 2015 Festival. წლის ზაფხულის These are ოლიმპიურ your games, ფესტივალზე. and it is to you ეს that my თქვენი words are თამაშებია addressed. და სწორედ თქვენ But გეკუთვნით first, ჩემი სიტყვები. please join with me მაგრამ in პირველ რიგში welcoming a few ერთად people მივესალმოთ იმ who have come to ადამიანებს, celebrate and support this რომლებიც event აქ with you მოვიდნენ და this evening. რომ თქვენთან ერთად Prime დაუჭირო Minister Irakli ფესტივალს ხარი. Garibashvili, პრემიერ-მინისტრი ირაკლი the ღარიბაშვილი, Olympic movement in Europe is so grateful to you ევროპის and your ოლიმპიური country მოძრაობა for მადლობას hosting our გიხდით young თქვენ athletes და in თქვენ your ქვეყანას, wonderful country. ჩვენი I would ახალგაზრდა also like ათლეტების to thank ამ the უმშვენიერეს Minister of ქვეყანაში Sport, მასპინძლობისათვის. Mayor of Tbilisi, ასევე მინდა მადლობა David გადაუხადო Marnania. საქართველოს სპორტისა და Your ახალგაზრდობის city საქმეთა is მინისტრს, about to თბილისის მერს experience დავით 6 ნარმანიას. days of sporting frenzy. თქვენს The ქალაქს youth 6 of დღიანი Europe სპორტული ვნებათა will light up ღელვეელის. Tbilisi. ევროპის ახალგაზრდობა გაანათებს თბილისს physical legacy of new sports და facilities თამაშების შემდგომ will remain. დედაქალაქს ახალი სპორტული I would გარემო, also like to ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა welcome and დარჩება. thank the president of the ასევე Georgian მინდა Olympic მივესალმო და Committee, მადლობა გადაუხადო Larry საქართველოს ოლიმპიურ Karabov. კომიტეტს Your role in და bringing ლერი this event ხაბელოვს. to Georgia cannot be არ overstated. იქნება გადაჭარბებული And I თუ ვიტყვი რომ ამ cannot praise თამაშების enough my great friend, საქართველოში the ჩატარებაში chairman of the მნიშვნელოვანი როლი organizing სწორედ მას committee, მიუძღვის. Alexei, for the wonderful job he has ალექსი done. ახვლედია საუკეთესო These games are a მუშაობისათვის. significant ეს step forward თამაშები in საქართველოს Georgia's rapid sporting სპორტის development. გრადი განვითარების And they are an even პროცესში კიდევ უფრო stronger წინ step გადადგმული forward ნაბიჯია. in Tbilisi's და უფრო recovery მეტიც, from სტიქიის the შემდეგ floods which hit ეს the ყოველივე city last მნიშვნელოვნად month. გააძლიერებს თბილისს. Sport has a crucial სპორტის role to იმედის play მომცემია in ნებისმიერ providing რთულ hope ვითარებაში და during ევროპის tough მთელი times. ოლიმპიური ოჯახი And მხარს the უჭერს entire საქართველოს ამ European ძალისხმევას. Olympic family is behind Georgia სვიფასო in გოგონებო this და ბიჭებო, endeavor. ფესტივალში ჩართულმა Dear ყველა boys and ადამიანმა, girls, გუნდებმა, all პერსონალმა და these people
and their teams of staff and volunteers have shown the true Olympic spirit in the way they have passionately organized the event. They have created a wonderful sporting stage, but it is you and only you who can make it a great success. Enjoy yourselves. Remember that character counts far more than medals, and treasure the unique experience of competing for your country whilst forming new friendships with your opponents. Ladies and gentlemen, boys and girls, thank you. Madlobt ბატონო პატრიკი. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების თავმჯდომარე პატრიკი იყო. To invite the Prime Minister of Georgia to open the Tbilisi 2015 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რათა მან თბილისი 2015-ის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადოს. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015 გახსნილად ვაცხადებ. მაშასე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. ქალბატონებო და ბატონებო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა. Ladies and gentlemen, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ალამ შემოიტანენ ახლა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ამ საღამოს მედროშეები არიან ოლიმპიური ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი. საოცარი წარმატებებია ქალბატონო ნონას 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს ფლობელი. კომიტეტის პირველი პრეზიდენტი. პლუს 5 გზის ჩემპიონი. ვფიქრობ ადგილობრივი დიქტორის ხმა გესმით და უბრალოდ თქვენ მიადევნეთ და მოусმინეთ მათ. ნონა გაფრინდაშვილი პირველი მედროშე, რომელზეც უკვე საუბრობდით უდიდესი წარმატებების მქონე ქალბატონი სპორტსმენი, კიდევ ერთხელ მეორე მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი გახლავთ. ლევან თედიაშვილი თამაშების 2 გზის ოქროს მედალოსანი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4 გზის და ევროპის 3 გზის ჩემპიონი. ეს დავამატებ მსოფლიოს 4 გზისა და ევროპის 3 გზის ჩემპიონი გახლავთ ბატონი ლევანი. სამწუხაროდ აი ხედავთ ის თავის ვაჟთან ერთად, ბესოსთან ერთად გახლავთ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს მას. რაფაელ ჩიმიშკიანი ხედავთ ლეგენდარულ ძალოსანს. ჰელსინკის 1952 წლის თამაშების ჩემპიონი, საერთაშორისო კატეგორიის საჯი გახლავთ თავის დროზე ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი. ბატონი ვაჟა კაჭარავა, თამაშების ჩემპიონი ფრენბურგში, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს თასის მფლობელი. ვაჟა კაჭარავა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახლავთ ფრენბურგში, ევროპის ჩემპიონი და მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონის მესამე პრიზიორი და მსოფლიო თასის მფლობელი. ვახტანგ ბლაგიძე, მოსკოვის 22 ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ბატონი ვახტანგ ბლაგიძე, ევროპის 2 გზის გამარჯვებული. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ასევე ლეგენდარული მოჭიდავე, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში. ოლიმპიური ჩემპიონი ქართველი მოჭიდავე რომან რურუა. ბატონი რომან რურუა კიდევ ერთი მედროშე. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ტოკიოს მე-18 ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი. მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი, 68 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი ბატონი რომან რურუას წარმატებების. ეს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები, მართლაც უდიდესი დამსახურების მქონე ადამიანები, რომელთაც ერგოთ პატივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემოეტანათ ოლიმპიური დროშა. ოლიმპიური დროშა, რომელსაც აღმართავენ თქვა. გთხოვთ ფეხზე ადგეთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჰიმნი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჰიმნი, რომლის ფონზეც აღიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა. ახლა კი თქვენ წინაშია ათლეტი, მწვრთნელი და მსაჯი. ისინი თამაშების ყველა ათლეტის, მწვრთნელისა და მსაჯის სახელით დადებენ ფიცს. მაშინ ასე კიდევ ერთი ტრადიცია, რაც თანძდევს ნებისმიერ ოლიმპიურ თამაშებს თუ ფესტივალს. საჯი ათლეტი და მწვრთნელი, რომელიც ყველა მონაწილის სახელით, რა თქმა უნდა, თავთავის დადებენ ოლიმპიურ ფიცს. ათლეტების სახელით გიგა ზარნაძე. საქართველოს ჩემპიონატის 4-გზის პრიზიორი ხელბურთში. საქართველოს ნაკრების სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებისა და თბილისი 2015-ის მონაწილე. On behalf of the მონაწილეობას მიიღებს თბილისი 2015-ის პროგრამაში. He is one of the participating athletes. ხელბურთში რა თქმა უნდა. დაბადება უსურვოთ მას ახლა კი მოусმინოთ. Prize winner in Georgia's handball championships and the participant in numerous international tournaments. In the name of all the competitors, I promise ყველა მონაწილის სახელით გპირდებით, რომ მონაწილეობას მივიღებთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. პატივსცემთ და სპორტსმენებისა და ოლიმპიელის ნამდვილი სულით დავიცავთ მის წესებს. სპორტის სადიდებლად და ჩვენი გუნდების ღირსების დასაცავად. მაშინ ასე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს იყო გიგა ზარნაძე ხელბურთელი. წვრთნელების სახელით ფიცდებს დავით კვერნაძე. საქართველოს ჩემპიონი ჩოგბურთში. უტრეხტის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედლის მფლობელი და თბილისი 2015-ის მონაწილე. დავით კვერნაძე, რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელი ისე დადებს ამ ფიცს. მისი აღზრდილი სპორტსმენი ის იყო უტრეხტის წინა თამაშებზე და სწორედ იქ როგორც მწვრთნელმა მიიღო მედალი, ასე რომ მოусმინოთ ჩოგბურთელ დავით კვერნაძეს, ჩოგბურთის მწვრთნელს ამჯერად. თავის დროზე კარგი სპორტსმენი იყო, გახსოვთ ალბათ. In the name of the coaches and other members of the athletes. ყველა მსაჯისა და ოფიციალური პირის სახელით გპირდებით, რომ პირნათლად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ყოველგვარი მიკერძოების გარეშე პატივსცემდა და დაემორჩილებით მის წესებს. სპორტსმენების ნამდვილი სულით. დავით კვერნაძე იყო თქვენს წინაშე, ყოფილი ჩოგბურთელი, ახლა კი მწვრთნელი. და ქალბატონი რუსუდან სიხარულიძე, კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სპორტსმენი. სოფლიო ჩემპიონი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. On behalf of the referees, აკლებად ჭირდება ალბათ ასევე ქალბატონ რუსუდან სარდგენა, სოფლიო ჩემპიონი, დღეს ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ ტანვარჯიშის სახეობებში და საერთაშორისო კატეგორიის arbitri გახლავთ დღესდღეობით ქალბატონ რუსუდანი და ტანვარჯიშის მთავარი მსაჯი სწორედ ის გახლავთ ტანვარჯ შეჯიბრებებს. In the name of all the judges and officials, I promise ყველა მსაჯისა და ოფიციალური პირის სახელით პირდებით, რომ პირნათლად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე პატივსცემდა
and abiding by the rules which govern them in the true spirit of sportsmanship. მაშასე ჩვენ მოვისმინეთ ათლეტების სახელით გიგა ზარნაძის მიერ, მწვრთნელების სახელით დავით კვერნაძის მიერ და მსაჯების სახელით რუსუდან სიხარულიძის მიერ დადებული ტრადიციული ფიცი. ოქროს ხანას დასავლეთ საზეიმო ცერემონიიდან თამარ მეფე და შოთა რუსთაველი გააცნობენ. ქართული საგანძურის ფოტოები ჩანდა ეკრანზე. ფოტოგრაფის ირინა აბჟანდაძის საავტორო კოლექციიდან ვარძია, გელათი, ყინწვისი, ჯვრის მონასტერი და ყველაზე მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა ჩანდა აქ ყველაფერი. პანტონიმი თეატრის მიმები ქართული ვაზის სიმბოლიკას ასახავენ. პარალელურად კი ქართული კულტურის ზეგლის სოფლიო საგანძურის ვეფხისტყაოსნის სიმბოლური გადაცემა მე-17 საუკუნის მხატვრის მამუკა თავაქარაშვილის მინიატურების და ეგრეთ წოდებული წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის უცნობი ავტორების მიერ აღმოსავლურ სტილში შესრულებული ილუსტრაციების შორის არის მოქცეული. აფორიზმებით მოფენილი ჩამოშლილი გრაგნილის და ეტრატის იმიტაციას კიდევ უფრო შთამბეჭ დავიქმნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ზეგლი ქართული მრავალხმიანობა შენ ხარ ვენახი. ქართული საგალობელი ისმის სტადიონზე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ რუსთავის შესრულებით, რომელსაც თამრიკო ფოცხიშვილის მიერ გაფორმებული ამ სცენას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სცენა განაგრძობს. როგორც უკვე თქვი ამ სცენა ძალიან ლოგიკურად ქართული კულტურის კიდევ ერთი უნიკალური სახე ქართული ცეკვა სუხიშვილების სამაია განაგრძობს. ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების რეპერტუარში არსებული სამაია განსაკუთრებული რამ გახლავთ.
და დღევანდელ წარმოდგენაში ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება. ხედავ ტრადიციული სამაი ამჯერად საჰაერო შოუთ იქცა 10 მეტრიან კონსტრუქციაზე ესევა ნამდვილად არასდროს არ შესრულებულა. მართლაც საოცარი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქორეოგრაფია. სოლიკო ვირსალაძეს უკეთ ზეგლებად ქცეული კოსტუმებიც, ვიხილეთ ჩვენ ოღონდ განსაკუთრებული ალბათ ზომების ახლა კი განსხვავებული განწყობა. ხორუმი ესმით ალბათ ეს საოცარი მუსიკა და ურთულესი, მაგრამ ულამაზესი შესრულება. ოლხეთის ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპიროზე დაბადებული ეს საომარი ცეკვა ალბათ მართლაც ყველაფერს აერთიანებს, რაც საქართველოს გადახდენია. მეომართა რაზმის მთელი თავგადასავალი ალბათ აქ მოთხრობილი აი ამ ცეკვაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც საოცრად ასრულებს ეს უბერებელი ანსამბლი. ჩვეულებრივ 6 ან 9 მამაკაცი ასრულებს ხორუმს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ აქ 40-მდე შემსრულებელია. იყო ყველაზე მეტი, ვისაც ჰქონდა შესრულებული ილიკო სუხიშვილის თავის დროზე გაკეთებული დადგმული ცეკვი. დღეს კი უკვე 120 კაციანი ჯგუფი ცეკვავს აი ამ მართლაც განუმეორებელ ცეკვას ასრულებს.
მართლაც განსაკუთრებული იყო ეს ხორუმი. ახლა კი 4 პიანისტი: ირმა გიგანი, თედო დიაკონიძე, ალექსი პირმისაშვილი და გიორგი საჯაია. რევაზ ლაღიძის საჭიდაო. ბრავო, ვირტუოზული შესრულება 4 პიანისტის მიერ, რომელთაც რევაზ ლაღიძის ლეგენდარული საჭიდაო შეასრულეს. და კიდევ ერთი მასშტაბური ცეცხლის ცერემონიის მთავარ მოვლენამდე, ცეცხლის შემოტანამდე ჯერ კიდევ დრო არის დარჩენილი. მასშტაბური და ქართული მოტივების სავსე სანახაობა, რომელიც დღევანდელი სადადგმო გუნდის მიერ აწყობილი ერთთლიან კონცეფციას ქმნის. სტადიონზე შემოვიდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები. ფერადი კვადრატების განლაგებით ისინი მოედანზე სპეციალურად, ხედავთ რასაც დაწერენ და მოდი ვნახოთ. ჯაბუკა ამირანაშვილის მუსიკა ისევ და ისევ.
ძალიან კარგად გამოჩნდა თუ როგორ განასახიერეს სეუს სტუდენტებმა დაწერეს სპეციალური კვადრატები თბილისის ორიგინალური სანახაობა შემოგვთავაზეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტები ეს კი რა თქმა უნდა შირაღდანს განასახიერებენ ოლიმპიურ შირაღდანს რომლის შემოტანამდე სულ რამდენიმე წუთი დარჩა 400 სტუდენტი ძელი მომავალი თაობა ჯანსაღი თაობა ამამაც შეგვიძლია თქვა ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი იყო ყოჩა სტუდენტებს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს კი დღეს, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის საკრებულოდან თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. დღეს უკვე ცეცხლის აი ამ ჭირაღნის ცერემონიალი და როგორ მოუახლოვდა ის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი სწორედ ამ კადრებს ვადევნებდი თვალყურს. პიკი თამაშების სიმბოლო, რა თქმა უნდა, ყველა უკვე ძალიან კარგად იცნობს მას. ეს არის ხოხობი, პიკ იგივე მწვერვალი, ისევე ახალგაზრდობა. მარტივად იშიფრება მისი სახელი. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ხოხობი კოლხური ხოხობისათვის დამახასიათებელ ფერებშია შექმნილი. კიდევ ერთი ფოიერვერკი და აქვე ხედავთ ალბათ თბილისი 2015-ის ლოგოს და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ლოგოს ერთად. სულ მალე, სულ ცოტა დრო რჩება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარ კულმინაციამდე ოლიმპიური ჭირაღნის, ოლიმპიური ცეცხლის შემოტანამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. მესხის სახელობის ტერიტორიაზეა უკვე ოლიმპიური ცეცხლი. როგორ შემოვა ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი, ამას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცეცხლის ამბებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შემატკივრებმა დამწყე საზოგადოებამ აათეს მობილური ტელეფონები, სპეციალური სანათები, დეკორატიული მთები, რომლის შუაგულშიც მოთავსებულია ჰელიოსფერო. გაიხსნა უკვე მთები და ჰელიოსფერო იწყოს მოძრაობას ჩრდილოეთი ტრიბუნიდან და მიემართება მოედნის ცენტრისკენ, სადაც საჰაერო აკრობატი უკვე ოლიმპიურ ჭირაღდანს გადასცემს თუ ვის ამას ჩვენ ვნახავთ. ეს ძალიან ლამაზი სანახაობაა და მივადევნოთ ყველამ ერთად თვალყური.
ეშვება ჰელიოსფერო და ოლიმპიურ ცეცხლს. ოლიმპიური ცეცხლი, ოლიმპიური ჩირაღდანი. ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობის დასრულების საბოლოო ეტაპზე გთხოვთ შეეგებოთ ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი. ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე პირველად გადაეცა ერთადერთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ფეხბურთში გელა კეტაშვილს. ოლიმპიურ ჩემპიონს 1988 წელს გელა კეტაშვილმა მოიპოვა ოქროს მედალი ოლიმპიური თამაშების. ოლიმპიური ჩირაღდნის დასკვნითი ნაწილი. პარაოლიმპიელი მეორე მეჩირაღდნეს სტადიონზე. სარი პარაოლიმპიელი კიდევ ერთხელ მეორე ბორგზის მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი თემურ დადიანი. The Paralympian Temur Dadiani, the world record holder. აი გამოჩნდა კადრში ნინო სალუკვაძე, ოლიმპიური ჩემპიონი. ყველა ოლიმპიური მედლის მფლობელია ნინო სალუკვაძე და მე მას მინდა მიულოცო, რომ რამდენიმე წლის წინ მან ისევ ერთი ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და ის წარადგენს საქართველოს 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. ლეგენდარული სპორტსმენი, რეკორდსმენი მონაწილეობით ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთან ნინო სალუკვაძე. European champion. და ზურაბ ზვიადაური ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. სწორედ ის გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი და ყველას ახსოვს ალბათ ის მართლაც საოცარი მომენტი, როდესაც ზურაბ ზვიადაურმა 2004 წელს ათენში მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს იყო საოცარი ამაგრებელი მომენტი. მას შემდეგ 11 წელი გავიდა, მაგრამ ყველას ახსოვს ალბათ ზურაბ ზვიადაურის ის ბრწყინვალე გამარჯვება. The gold medal winner of the 28th Olympic Games of Athens in 2004. ნახოთ როგორ აინდება ოლიმპიური ცეცხლი, ეს არის ყოველთვის ძალიან საინტერესო. ზურაბ ზვიადაური გახლავთ ის სპორტსმენი, რომელიც აანთებს ოლიმპიურ ცეცხლს. ეს უდიდესი პატივია ნებისმიერი სპორტსმენისათვის. აი ხედავთ უკვე ეს იყო ძალიან ორიგინალური ჩანაფიქრი ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უკვე გიზგიზებს და ოლიმპიური ცეცხლი გიზგიზებს თქვენ ხედავდით კადრში კუსტბის ტერიტორიაზე და ჩვენი დღევანდელი საღამოს დასკვნითი სიმღერა რუსამ ორჩილაძის სიმღერა მაკას ამბახიძის, რატი დურგლიშვილისა და ნუცა ბუზალაძის შესრულებით. ფერვერკი ესმით ალბათ და მე მინდა უბრალოდ ყველას მადლობა მოუხადო დღეს იმ გაწეული დიდი სამუშაოსათვის, რომელიც მათ შეასრულეს. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანის ხელმძღვანელობით, დავით ოქიტაშვილის საქართველოს კულტურის პალატა, მადლობა მათ გახსნის ცერემონიის სადადგმო ჯგუფის წევრები, კონსულტანტები, ბრიტანელი რეჟისორი დავით სოლკვერი და დავით დოიაშვილი, დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე,
რეჟისორი გურანდა იაშვილი, დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, არგოს ავტორი გახლავთ მურაზ მურვანიძე, შოუს მუსიკალური განფორმებელი და ორიგინალური ვერსიების ავტორი ჭაბუკა ამირანაშვილი, კომპოზიტორები დავით ევგენიძე და რუსა მორჩილაძე, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გახსნა დახურვის სამსახურის ხელმძღვანელი თირათინ შერაზადაშვილი, ცერემონიის მუსიკალური ხელმძღვანელი აჩიკო მეფარიძე გახლავთ, ტელევერსიის ავტორი დავით გერსამია, მადლობა ყველას. ვაკუ ავალიანი გახსნის ცერემონიის მენეჯერი, მადლობა ყველას ვინც იშრომა და თქვენ გიტოვებთ აი ამ სიმღერას სპეციალურად ოლიმპიური თამაშებისა, ოლიმპიური ფესტივალისთვის დაწერილ ჰიმნს. მე კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და ჩვენ შევხვდებით მთელი კვირის მანძილზე თბილისი 2015.